ახლა უნდა ვნახოთ როგორ შეიძლება ჩავწეროთ ინსერტის გამოყენებით რამდენიმე row ერთდროულად, რამდენიმე სტრიქონი ერთდროულად როგორ შეიძლება ჩავწეროთ და ვნახოთ რა ტექნიკის გამოყენება შეიძლება. ჩვენ ახლა ერთ კონკრეტულ ტექნიკას გამოვიყენებთ ამ გაკვეთილის განმავლობაში, მაგრამ შემდეგ უკვე მომავალ გაკვეთილებში დავინახავთ, რომ კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, სხვა და კიდევ უფრო მოხერხებული ტექნიკების გამოყენებაც არის შესაძლებელი. მშვენიერი. მოდით გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე. გვაქვს ჩვენი მონაცემთა ცხრილი, მოდით გავასუფთავოთ ჩვენი ტერმინალი და დავიწყოთ. Insert into collections, მშვენიერი, title, accession number და acquired. მედია სწორად დავწერე ეს. კი ბატონო, მგონი სწორია. მშვენიერი. კაი, და ეხლა values აი ასეთი, ასე ვთქვათ, keyword-ი გვაქვს, როგორც წაღან მქონდა, მაგრამ ახლა უბრალოდ აქ თუ გახსოვთ წაღან, აქვე გავაგრძელე. აქვე გაგრძელებაც შეიძლება, მაგრამ ფორმატირებისთვის მოდით ყველა შემდეგი ხაზი, ეხლა რამდენიმე ხაზი ერთდროულად, ამ შემთხვევაში ორი ხაზი უნდა შევინახოთ ერთდროულად. ამიტომ ყველა შემდეგი ხაზი, შემდეგ ხაზზე, ასე ვთქვათ, ჩავწეროთ. შესაბამისად, values დავწერ და შემდეგ დავიწყებ ერთი სტრიქონის შესაბამისი ინფორმაციის აღწერას. Imaginative landscape. Okay, ერთი ეს არის, ამისი ნომერი, ამის ნომერი არის 56 496, ესეთი ნომერი აქვს. და ისე აღმოჩნდა, რომ თურმე არ იციან, არავინ იცის სინამდვილეში, რომელ წელს რა თარიღზე შემოვიდა ეს კონკრეტული ხელოვნების ნიმუში ამ მუზეუმში. ამიტომ შეგვიძლია ნალი ჩავწეროთ თარიღის ველში. მაგრამ აი აქ რეალურად ვაკეთებთ ეს რაღაცას, რომ ამ სტრიქონს ხო დავამთავრებთ, მაგრამ წინა შემთხვევაში თუ აქ წერტილმძიმეს დავსვავდით და გაუშვებდით ამ კონკრეტულ query-ს და ერთი ცალი ჩაემატებოდა, ამის მაგალითად ახლა მძიმეს დავწერთ და დავაჭერთ enter-ს და გადავალთ შემდეგ ხაზზე და ახლა უკვე შემდეგი, ასე ვთქვათ, შემდეგი ხელოვნების ნიმუშის ჩამატება შეგვიძლია. Peonies, ეს არ ვიცი რა არის, peonies and butterfly. Okay. შემდეგი ასე ვთქვათ ხელოვნების ნიმუში ეს არის. Oops, enter-ისთვის არ უნდა მეჭირა. მოდი არა უშავს, თავიდან ავკრიფოთ ეს ყველაფერი. ეს გამოვტოვოთ ახლა. ესე, გვაქვს error-ი. მოდი ჩავთვალოთ, რომ მოდი ვნახოთ პროსტორად ყველაფერი რიგზია. რამე ცნაური ინფორმაცია ხო არ ჩაგვიწერია, არაფერი არ ჩაგვიწერია ინფორმაცია. მოდი, აი თავიდან ავკრიფოთ. იმიტომ არის კარგი სქემა SQL ფაილში წერა, რომ აქ რო enter-ს შემთხვევით დაარტყავ, რეალურად მერე უკან დაბრუნების საშუალება აღარ გაქვს და თავიდან უნდა დაიწყო ყველაფერი, მაგრამ არა უშავს. ამასაც ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, მივეჩვევით. Values ეს სწორად გქონდა აკრეფილი და აი ეს აი აქ შემეშალა და enter-ს არ უნდა დამეჭირა, აქ შემთხვევით ვიღებდა ხელი. მშვენიერი, არა უშავს. გადავიდეთ 061899 არის ამისი უნიკალური ნომერი და ამისი უკვე ამ შემთხვევაში ვიცით 1906 წელს შემოსულა 0101 თარიღზე. და აქ უკვე დავამთავრეთ ჩვენი ინსერტი, ანუ ორი კონკრეტული სტრიქონი შევინახეთ. არაფერი არ მოხდა, რაც კარგის ნიშანია. შეგვიძლია ახლა ვნახოთ select-ის გამოყენებით რეალურად მართლა ჩაიწერა თუ არა ეს ინფორმაცია და როგორც ხედავთ, ნამდვილად ეს ინფორმაცია ჩაიწერა და იქ სადაც არ გქონდა acquired-ის შესაბამისი თარიღი, როდის შემოვიდა, როდის მიიღო მუზეუმმა ეს კონკრეტული ექსპონანტი თუ ხელოვნების ნიმუში, შესაბამისად იქ ცარიელი ადგილი დავტოვეთ. ძალიან კარგი. ესეც ერთ-ერთი გზაა, თუმცა დამეთანხმებით ალბათ, რომ ესე ხელით შეყვანა ამ ინფორმაციის არც ისე სასიამოვნო და სახარბიელო საქმეა და ალბათ უფრო უკეთესი
გზებიც უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ ინფორმაცია რაღაც ფორმით უფრო მეტად ავტომატიზებულად შევიყვანოთ მონაცემთა ბაზაში. რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვა ტიპის იმპორტის შესაძლებლობები და აი ამ იმპორტის შესაძლებლობებს უკვე განვიხილავთ შემდეგ გაკვეთილებში. თუმცა ამ ეტაპზე შეგახსენებთ, რომ დალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი არხი, კომენტარებში მოგწეროთ რას ფიქრობთ, კითხვები დაგვისვათ და გავაგრძელოთ ერთად SQL მონაცემთა ბაზების შესწავლა. აი ამ ყველა ქმედებით, რომელსაც ახლა თქვენ გააკეთებთ ამ ვიდეოს ქვეშ, ძალიან დამეხმარებით იმაში, რომ აი ასეთი ვიდეო გაკვეთილები გაგრძელდეს, რაც შეიძლება დიდხანს და არა მხოლოდ SQL-ზე, SQL-ის მთელი კურსი მოვიცვათ, ყველაფერი გავაკეთოთ SQL-ის კურსი, რაც გასაკეთებელია და შემდეგ უკვე გადავიდეთ კიდევ უფრო ასე ვთქვათ, advanced საკითხებზე და რეალურად არ გავჩერდეთ, შეგახსენებთ, რომ Bitcamp-ი არის ერთადერთი საგანმანათლებლო ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც ამ ტიპის გაკვეთილებს ამ მასშტაბზე, ამ ოდენობით გთავაზობთ სრულიად უფასოდ და ძალიან გთხოვთ, რომ თქვენი დახმარებაც, ასე ვთქვათ, არ დაგავიწყდეთ ამ ყველაფერში და თქვენი დახმარება, თქვენ რაც უნდა გააკეთოთ, სრულიად უფასოა, არაფერი არ გიჯდებათ. უბრალოდ დალაიქეთ, დაგვისაბსკრაიბდით და კომენტარებში უბრალოდ თქვენი აზრი დაგვიწერეთ. კომენტარები ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან გვეხმარება იმის გააზრებაში, თუ რამდენად მივდივართ სწორად წინ და უნდა გავაგრძელოთ თუ არა ეს ყველაფერი. ამიტომ გელოდებით. დროებით.